გაინტერესებს რა მოხდება თუ ხშირად გამოვიყენებთ მაკიაჟს დაგრძელებულ წამწამებზე. შენახე ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი და დავიწყოთ. ამოჩართულანი წარმების და წამწამების სპეციალისტი. გასწავლი იმას, სადაც არავინ არ ასწავლის. გამოვიყენე ყველანაირი მაკიაჟი, როგორიც არის ტონალური კორექტორი, ასევე თვალის ჩრდილები და ტუშიც. მიუხედავად იმისა, რომ ტუში სასტიკად აკრძალულია, მაინც იყენებს ზოგიერთი ადამიანი და მინდა გითხრათ, რომ ეს არის ის, რაც ხდება ჩვენს წამწამებზე, რამდენი რაოდენობით მაკიაჟს ვიყენებ. თავდაპირველად ვეცადე რომ მომეშორებინე მიცერალური წყლით და ხედავთ რა მოხდა. შემდეგ კი მისი ქაფით გასუფთავება. გადაწყვიტე რომ უფრო სიღრმისეულად გამესუფთავებინა და ხედავთ რაც მოხდა. სრულიად სუფთაა ჩვენი წამწამები, თუმცა ხედავთ რომ რაღაც გარკვეული რაოდენობა ღერების აკლია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც გირჩევთ რომ რაც შეიძლება მინიმალური მაკიაჟი გამოვიყენოთ ჩვენს დაგრძელებულ წამწამზე, თუ გვინდა რომ ის დიდხანს შევინარჩუნოთ. გაუგზავნე ეს ვიდეო მეგობრს, რომელიც ხშირად იკეთებს ღეროვან დაგრძელებას.